რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 40 წლის კაცმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან თვით დაზიანება მიიყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ხება თანაგუნდელებისგან და თითქმის 2 საათიანი საეთერო დრო კობახიძის პრემიერობის 2 წლისთავი პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა სპეციალური რეპორტაჟებით აღნიშნეს. TV-იმედმა კობახიძესთან 54 წუთიანი ინტერვიუ ჩაწერა. რუსთავიორმა და პოსტივიმ კი 22 და 33 წუთიან სიუჟეტებში კობახიძის საქმიანობა მასთან ერთად მისი კაბინეტის წევრებსაც შეაფასებინეს. ქვეყნის არანორმალური პატრიოტი ასე აფასებენ მას უცნების წევრები. წალენჯიხა ჯვარის გზაზე ავარიას 33 წლის მაშველი ემსხვერპლა დაშავდა 2 პირი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ახალციხეში მეხუთე სკოლის წინ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი. უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება რუსებისგან გაათავისუფლა. ტერნუვატე ჩვენია ეგ უკრაინის შეერაღებული ძალები იმყოფებიან და თავის საქმეს აკეთებენ, ამბობს უკრაინელი სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.